გამარჯობა, მოგესალმებით. სანამ ამთვის თავარი სიახლეები ჩამოგვივა, ცოტა გავერთოთ და კვირის სიახლეებს შემოგთავაზებთ. დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება ახალი ძალიან მაგარი დანები. იქამდე აქ არის რამოდენიმე კარგი ექსკლუზიური მოდელებიც არის. რო აღარ გამოდის ისეთი საკოლექციო, ცოტა თანამედროვეც, მოკლედ აქაც საინტერესო მოდელებია, მაგრამ უკეთეს კიდევ მომავალ კვირაში გვირდებით. იქამდე გთხოვთ, რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, რათა დაგვეხმაროთ განვითარებაში. და კიდევ შეგახსენებთ, რომ პარკირების პრობლემა არის ხოლმე ჩვენთან და ამის მოსაგვარებლად ერთ ვიდეოში უკვე ვთქვი, მაგრამ რაღაცა ბევრი არ იყენებს ჩვენი მომხმარებელი ეთყობა არ მივიდა იმათყურებამდე. და გავიმეორებ, რომ დინამოს სტადიონს აქვს თავის დიდი პარკინგი და შეგიძლიათ პარკინგით ისარგებლოთ, ჩვენთან ჯედენით შემთხვევაში გაგატანთ ჩეკს და ამ ჩეკით შემდეგ უსასყიდლოდ დატოვებთ მოკლედ ამ პარკინგს და ესე მოუგვარეთ ეს საკითხი რა, რომ აღარ ყოფილიყო აქ მოსვლის და დაპარკინგების პრობლემა. ახლა უშუალოდ დანებს რაც შეეხება, მოდი დავიწყოთ ცოტა ისეთი მსუბუქი არტილერიით და ნელა-ნელა დავამძიმოთ, როგორც ვიცით ხოლმე და ვიყვეთ პირველი მოდელი Winaifis Panther 2. აი ესეთ საშუალო ზომის, კარგი ედისი, მე მგონი ბევრისთვის ცნობილი დანა არ არის ეს რაღაცა ახალი სიახლე რა, უკვე საკმაოდ მოძველებული, მაგრამ ბევრს შეაყვარა მოკლედ თავი ამ დანამ, თავისი ამ კარგი მექანიზმით, სადა დიზაინით. და თხელი პირი თვის ხარჯეს კარგი ჭრის ხარისხი აქვს, ეს 35 ვიენი გვაქვს ფოლადი ამ შემთხვევაში. და კი ესეთი შავი ჯიათი და შავ ფერებშია გაწყობილი ეს დანა, როგორც ხედავთ, ფოლადის და არის ყველაფერი შავ ფერებში, ერთი თამსადი აქვს ლურჯი ფერის და ვფიქრობ კიდეც უხდება და ზის დიზაინში. ეს იყო ჩვენი Panther 2, შემდეგი გადავიდეთ Artisan Cutler-ზე, ახალ გიქვია ამ მოდელს, ეს მოდელის ჰქონდა ადრე და ისევ ჩამოვიტანეთ, აი ესეთი ამაზე კარგი დამუშავებით ამ დანაში ყველაზე მეტად რასაც ვაფასება ის გვერდების დამუშავება. ასევე ეს ლაინერის კუთხეც აღებულია, რომ ხელი არ კომფორტულად მოხდეს ერთი სიტყვით მისი დაკეცვა. ტიტანის ბექსპეისერი და საკიდი გვაქვს და მათივე ფოლადი არ RPM 9. ცოტა რთული წარმოსადგმელი ფოლადები აქვს ამ არტისას, მაგრამ ისეთია საშუალო კლასის, არ არის ნამდვილად ცუდი ფოლადები რა. შემდეგი კაიზერის ეს ახალი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ, ასევე კარგი ედისი, ბიუჯეტური, მიკარტა სტარის, D1 CD ქვია ამ მოდელს, კლაჩლოკია, მათი ჩამკეტი სისტემა და ნიტროვი ფოლადი შავი სტოუნუში დაფარვით. ესეთი თხელი შეწეული ინზადაშვება და კარგი ჭრის ხარისხი ექნება, ვფიქრობ ედისის ვარიანტში, საკმაოდ ისეთი ბიუჯეტური და კარგი დანაა. დიფქერის საკიდი გვაქვს როგორც ხედავთ შავი ფერის. ახლა უფრო ძველ სკოლაზე გადავიდეთ, Lion სტილის ძალიან მაგარი მოდელი უნდა წარმოვიდგინოთ, ტაქტიკური ხასიათის დანა. Big Dageta, ესე ქვია ამ მოდელს, D2 აქვს ფოლადი და Tactical Operation Lock-ი. მათ მიერ მოგონილი და შექმნილი ესეთი ჩამკეტი სისტემა, რომელიც ძალიან ძლიერია, გათვლილია მძიმე დატვირთვებზე და თვითონ დიზაინი ძალიან საინტერესოა, ტარი და პირის ფორმები ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს, ფორმები ნახეთ დააკვირდით და კარგად მოდის. პირზე ეს ღარი ძალიან უხდება, თვითონ ეს ჯიათის ტექსტურა, აი რაღაცა ძველი სკოლისგანც დააქვს. თვითონ დიზაინსაც ძალიან საინტერესო დიზაინი აქვს და ასევე მექანიზმია ძალიან საინტერესო. პირი არ ვარდება და რაღაცები ისე კარგად, ისე სასიამოვნო იკეთება, იხსნება, ანუ მოკლედ მაგარი დანაა. და როგორც კოლექციონერებისთვის, ასევე ნებისმიერი დანის მოყვარულისთვის ვფიქრობ ძალიან კარგი და საინტერესოა. მაგარი შეკრული კონსტრუქცია და ესეთი კარგი დიფქერის საკიდი. მოკლედ, სხვა ემოციას იძლევა ეს დანა ახალი მოდელებისგან განსხვავებით. ძალიან კარგი ტიპია და დიდი რეკომენდაციები ჩემგან. ეს კი ჩვენთვის კარგად ნაცრომი ფრენკ ბელტრამის სტილეტოა მეგობრებო, ესეთი თეთრი იმიტირებული ლისტარი, ცოტა უფრო დიდი ზომის, ჩვენ გვაქვს წინა ვიდეოში იყო თუ იმის წინაშე აღარ მახსოვს 23 სანტიმეტრიანი სტილეტო, ეს კი 28-იანია. ბელტრამისთვის დამახასიათებელი მასალებიც ყველაფერი, მოკლედ კლასიკური იტალიური სტილეტო. ესეც იტალიური იყო და დავრჩეთ ისევ იტალიაში ვიტრიალოთ Lion სტილისა და ბასტინელის ერთობლივი და უკაცრავად ფოქსისა და ბასტინელის ერთობლივი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ. Slim Dragota კი ასე ქვია ამ მოდელს. FRN-ის ტარი გვაქვს, N690 ფოლადი. რა ვიცი, ვფიქრობ, ეს ჩამკეტი სისტემა ამათი friction lock-ი ქვია. ფაქტიურად არ აქვს ჩამკეტი, პირდაპირ ესე კლასიკურად იკეცება, იხსნება და რომ არ მოხდეს ჯიბეში ან შემთხვევით ამითი გახსნა და რაღაცა, ესეც ძალიან ლამაზი იტალიური ტყავი მაინც სხვა არის, დამზადებული იტალიაში რა თქმა უნდა, ეს ქარქაში მოყვება და ვფიქრობ ამ დანას კიდევ უფრო რაღაცა ამდიდრებს და აღამაზებს. არ არის ეს დანა ძალიან ძვირიანი, საკმაოდ ბიუჯეტურია და ფასთან მიმართებაში ვფიქრობ ესეც საკმაოდ
კარგი მოდელია და კიდევ ერთი იტალიური დანა უნდა წარმოგიდგინოთ ამჯერად Lion სტილის დომი ქვია ამ მოდელს, შიფსუთი პირის ფორმა გვაქვს, M390 ფოლადი, ნატურალური მიკარტასტარი და ტიტანის ბოლსტერები. აი ეს უკვე slip joint-ია. აი ესე ხდება მისი დაკეცვა და გახსნა. ძალიან საინტერესო საყვარელი რაღაცა ისეთი ჯენტლმენის დანაა და Lion სტილისთვის დამახასიათებელი კარგი დამუშავებითა და ხარისხით რა თქმა უნდა. ფოლადი M390 როგორც მოგახსენეთ. ეს კი მეგობრებო, T-Range 365-ია ძალიან საინტერესო მოდელი ასევე ჩვენს მაღაზიაში, რომელიც უკვე მაღალი წარმოება, საკოლექციოა და ძალიან საინტერესოა ამ დანის ფოლადი თვითონ ამაზეც მოგახსენებთ ეხლავე, რა თქმა უნდა, Terravanti ქვია ამ მოდელს მეგობრებო. გასტრუქტურებული კობალტის შენადნობია, რომელშიც მცირე ზომის კარბიდული კრისტალები უწყვეტ კომპლექტურ ქსელშია ჩამოყალიბებული, რა კოროზია მედეგია და არ იქნობს მაგნიტი, რაც ძალიან საინტერესოა ვფიქრობ. და კოროზია მედეგი როგორც ვთქვით, ძალიან კოროზია მედეგია ზღვისპირეთში, არსად არ არსებობს ამარამი ლაქები და მსგავსი გაიკეთოს და ამავდროულად ძალიან კარგად ინარჩუნებს სიბასრეს რა. ძალიან რთულად თუ მოხდება მისი დაბლაგვება. მექანიზმი ძალიან მაგარი კერამიკულ საკისრებზე, ასევე კერამიკული აქვს ეს დეტენტიც და ულტემის სტარი აქვს როგორც ხედავთ, ტიტანის საკიდი 3D და მოკლედ საკმაოდ მსუბუქი და ძალიან საინტერესო ედისია რა, განსხვავებული ყველასგან თავისი აი ამ ფოლადით როგორც მოგახსენეთ. შემდეგი მოდელი მეგობრებო, უნდა წარმოგიდგინოთ უკვე რემეტეს 1-2 მოდელი გვქონდა ჩვენ წინა პერიოდში, ეს მოდელი არ ქონია ძალიან კაი ტიპია, სხვათა შორის VDS 7 ქვია ამ მოდელს. M390 გვაქვს ფოლადი, button lock-ი ჩამგვეტი სისტემა, თამსტადი გახსნის მექანიზმი, აი ესეთი კარგი სათამაშო და ამავდროულად ძალიან ფუნქციური და ლამაზი დანა ტიტანის ექსპედიცია საკიდი აქვს და ესეთი ძალიან ლამაზი კარბონის ჩანართები ტარში. მოკლედ ელემენტე მოწოდების სიმაღლეზეა. ეს კი კლასიკად ქსეული უკვე მაიკროდეკის სოკომელიტია მეგობრებო, აი ესეთი აგრესიული ტანტო და ხერხიანი სერეიტორი პირით, ალუმინის ტარი, აი ეს მათთვის დამახასიათებელი ჩანართები ხელში კონდეს კარგი მოჭიდება. აგრესიული ტაქტიკური ფოლადი M390 გვაქვს ამ შემთხვევაში და უკანე სამტრავი, მოკლედ ძალიან საინტერესო. ამდანის ერთადერთი წუნა და ალბათ ერთი წუნი ის არის, რომ ჭრის ცუდი ხარისხია გათვლილი, მხოლოდ ტაქტიკურია და ცხვირის წვეთის დატვირთვაზეა და ეს საკიდი რო უკან არ გადმოდის, ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ცოტა გულდასაწყვეტია, რა ვიცი, ამერიკელებს უყვართ ძალიან ზევით საკიდი და რა და ვფიქრობ, ქვევით უფრო პრაქტიკულია. არა უშავს, იმდენი პლუსი აქვს ამაგიეროდ ამის ატანა შეიძლება. შემდეგი ასევე კლასიკა უკვე Spyderco paramilitary 2 PM2 უნდა წარმოგიდგინოთ, ოღონდ უკვე არასტანდარტული სპრინტრანია ეს დანა. S90 ვიფოლადი გვაქვს, CPM S90 შავი დაფარვითა და ესეთი მუქი მწვანე სამხედრო ფერის GT სტარით, ტიპკერი ტიტანის საკიდი გვაქვს ამ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, საოცარი მექანიზმით პარა2 ყოველთვის გამოირჩევა თავისი აი ამ კარგი მექანიკით. ეს კი მეგობრო native chef-ია Spyderco-ი, ასევე კარგად ცნობილი ოღონდ ესეც sprint run-ია, კარბონის ტარი და ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს CPM S90V. სატინის დაფარვით როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზია, კარგად ირეკლავს შუქს. ესეთი ცოტა აგრესიული დიდი პირი, ამავდროულად ძალიან პრაქტიკული იქნება ეს დანა ყველაფრის საჭრელად და საკეთებლად ვფიქრობ. ბექლოკი ჩამკვეთი სისტემა. ძალიან კარგი და საინტერესო დანა ასევე. და დღეისთვის ბოლო მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, TRM 3 reverse და ნეუტრონი ქვია ამ მოდელს, ნეუტრონ 2. 20 CV გვაქვს ფოლადი, Stonewash-ი დაფარვით და Rosewood ტარი. ძალიან ლამაზი ხის ტარი, თხელია ეს დანა და მსუბუქია, სულ რაღაც 65 გრამიან თლიანი დანა. ზომას როგორც ხედავთ, არ არის პატარა, საშუალო ზომის დანაა და 65 გრამი ვფიქრობ ძალიან ცოტა ესეთი დანისთვის. ცოტა მახინჯური სქელი მაღალი კლიპსა აქვს, ვფიქრობ შეიძლება და ეს უფრო თხელი ყოფილიყო და დიზაინშიც უფრო კარგად ჩაერდებოდა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ კომფორტული იქნება ჯიბეზე ვფიქრობ და მაგიდო გააკეთეს. მომდროულად კომფორტულია, რადგან თამსტადით იხსნება, თითები კარგად ედება აქ და მარტივად ხდება დანის გახსნა დაკეცვა. რა ვიცი მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო ჩვენი დანები, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა და მაინც მეტნაკლებად, იმიტომ რომ არის მრავალფეროვნება, სხვადასხვა ხასიათის დანებია და დაელოდეთ რა ჩვენ შემდეგ ვიდეოს ახალ დანებს, კიდევ უფრო როგორც თავიდანვე დაგვირდით, კარგ სიახლეებს გვირდებით. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით.